ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცენტრალურ ირანში, ქალაქ ყუმში არსებობს ბირთვული ქარხანა, ფორდოს ქარხანა ქვია, რომელიც სადაც მიმდინარეობს ურანის გამდიდრების პროცესი და როგორც ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ეს არის დაუზუსტებელი ინფორმაცია. აი, თან რო გამოიტანოთ, რუკა თუ შეიძლება ეს ქალაქიც ვაჩვენოთ, ჩვენთან საკმაოდ ახლოს არის სათავე. თეირანი, როგორც ხედავთ, სადაც ჩრდილო ცენტრალური ირანი. და აი ეს არის ქალაქი ყუმი, როგორც ხვდები. ქართულად ყუმია, ხო და დაახლოებით აქ არის ახლა თუ შეიძლება სხვა ქალაქზე ესაუბროთ. არა, ეგ არის. ხო და აი ამ ქალაქის მიდამოებში მთებში არის განლაგებული ეს ქარხანა, ეს ობიექტი, რომელიც სხვადასხვა ინფორმაციით არის ძალიან ღრმად მიწაში და ეგ არის აი ხედავთ ხო კლდოვანი მთათა სისტემა ქალაქი და მასთან ახლოს არის განლაგებული ეს მიწისქვეშა ობიექტი. და ეს მიწისქვეშა ობიექტი არის საკმაოდ აი მყარ კონსტრუქციაში განლაგებული, როგორც რკინა-ბეტონით არის გამაგრებული. შეგიძლიათ დააბრუნოთ კადრი. ასევე თვითონ ის მთაშია გაკეთებული. სხვადასხვა ვერსიები არსებობს, ზოგიერთი ამბობს, რომ 90 მეტრაზეა მიწის ქვეშ, ზოგიერთი ამბობს, რომ რამოდენიმე ასეულ მეტრშია მიწის ქვეშ და მანდ მიმდინარეობს ის მთავარი ის ბირთვული პროგრამა, რომლის შედეგადაც ირანს უნდა გაუჩნდეს ბირთვული არსენალი. იმ არსებული შეიარაღებით, რაც გააჩნია ისრაელს და ყველაზე მძიმე, ყველაზე დამანგრეველი შეიარაღება, რაც გააჩნია ისრაელს, ეს არის ამერიკული წარმოვალობის ტიპის 900 კილოიანი ავიაბომბები, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი საბრძოლო მუხტი იმისთვის, რომ აი ასეთ ღრმა მიწაში, აი ასეთ კონსტრუქციაში ჩააღწიოს და იქ ზიანი მიაყენოს. ანუ ისრაელის არსენალში არ არსებობს დღესდღეობით ისეთი შეიარაღება, რომელიც ამ ამოცანას გადაჭრის. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თეორიულად შეუძლია თუ მაგ მანძილზეა, თუ 100 მეტრამდეა ეს მიწისქვეშა ობიექტი, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აი ამის ტექნიკური საშუალება აქვს, არის აშშ, ანუ შეერთებული შტატები, რომელსაც გააჩნია 13 ტონიანი სპეციალური მძიმე ბომბები, ბუნკერ. აი, თან ეკრანზეც გამოვიტანოთ, ეს არის ბომბები, ბუნკერ საწინააღმდეგო ბომბები, რომლის ტექნიკური მახასიათებელი შემდეგია დაახლოებით 60-70 მეტრზე მიწისქვეშა ბეტონის და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის გახვრეტა და განადგურება შეუძლია და რაც მნიშვნელოვანია, ჩვეულებრივ თვითმფრინავებს, ანუ მიტანის საშუალებებს, ანუ ნებისმიერ თვითმფრინავს არ შეუძლია ამ საბრძოლო მასალის გადატანა. 13 ტონაა მძიმე. მხოლოდ და მხოლოდ ახლა რასაც ხედავთ, ეს არის B2 ტიპის მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებაშია, მხოლოდ აი ასეთ ტიპის თვითმფრინავს შეუძლია აი ამ საბრძოლო მასალის გადატანა. სწორედ ერთ-ერთი ვერსიით ამისთვის სჭირდებათ ებრაელებს ამერიკის დახმარება და ჩართულობა, ვინაიდან მათ უბრალოდ არც არსებული თვითმფრინავები არ გააჩნიათ შეიარაღებაში და არც შესაბამისი საბრძოლო მასალა, ანუ ბომბები. ანუ ზეწოლა ამერიკაზე აქედან გამომდინარე ისრაელის მხრიდან მაღალია, იმიტომ რომ ისრაელი პირდაპირ საკითხს ეგრე აყენებს, რომ მათ არ შეუძლიათ ატომური იარაღის დამზადების რო აიძულონ შეაწყვეტინონ დამზადების პროცესი ირანს ამერიკის დახმარების გარეშე. ირანმა მიიღო ბევრად დიდი დარტყმა, ბევრად დიდი დაზიანება,
ანუ ისრაელის დარტყმა ბევრად ეფექტური აღმოჩნდა ვიდრე ირანის პასუხი, მაგრამ ამასთან დავამატეთ, რომ ფაქტია, რომ ირანმაც ისრაელის საერთაშორისო თავდაცვა გაარღვია და დაზიანებები იქითაც მიაყენა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები აშკარად, მაგრამ გაღწევა მოახერხა და დაზიანებები მიაყენა. ეს ბევრმა ვთქვათ, ბევრმა მიიღო უკმაყოფილება გამოხატა ამაზე, ეგრე არ არისო, კომენტარებში წერდნენ, ვერ გაარღვიეს, რაღაცა თითოეულა რაკეტა გადიოდაო და ასე შემდეგ, ხო? ხო და სინამდვილეში ჩვენ რაც ფაქტია და რაც ხდება, იმას აღნიშნავთ და აი ჩვენ რავი, მე ხალხმა ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ ამ ომში რომელიმე მხარის გულშემატკივრები კი არა ვართ, კაცო. ჩვენ გულშემატკივრები ვართ საქართველოსი და არ გვინდა რომ ჩვენ სამეზობლოში ბირთვული ომი მოხდეს. ანუ გულშემატკივრობის კუთხით ერთადერთი მაგას გულშემატკივრობთ. ამიტომ რაც ხდება ობიექტურად იმის აღწერას ვცდილობთ და როდესაც ვხედავთ რომ ირანი ისვრის 15-დან 20 რაკეტამდე თვითონ ისრაელის განცხადებით და ეგ რაკეტები მიზანს აღწევს ნაწილი მაინც. მან ვასკვნით რომ არც თუ ისე ეფექტურად მუშაობს, ესე იგი ისრაელის საერთაშორისო თავდაცვა. მაგის ჩვენება მინდოდა, ეხლა აქ ჩვენ საუბრობთ, რაც ჩანს, ეხლა რაც ფაქტია. ეხლა რა აზრი აქვს ასე რაღაცების, ეგრე არ მოხდა, ისე არ მოხდა ლაპარაკს, რაც ობიექტურად ჩანს, მაგას ეგ უნდა ვაჩვენოთ და მაგით უნდა შეიქმნას მაყურებელმა წარმოდგენა იმაზე, რეალურად რა ხდება. აი, უბრალოდ კადრები იდება ეხლა რეალურად, ფაქტია, სადაც ჩანს, რომ ბევრი მათ შორის ირანს ეხლა ცხადია, დიდი დაზიანება ადგება, იმიტომ რომ ისრაელი აშკარად უფრო ეფექტურად უტევს, თუმცა საპასუხო დარტყმებითაც ბევრი რაკეტა ეცემა. აი, მაგალითად აი ეს კადრი გუშინ ღამის თავდასხმაში დაიდო. ერთ ვიდეო კადრში ჩანს ერთმანეთის მიყოლებით, ნუ მთელი ზალპიციო, აი ზალპი ხდება. ხო? ეს ხო არ არის, აი რა ვიცი. 6-7 რაკეტა როცა ვარდება ისე რომ 20 გასროლიდან ეხა 6-7 თუ ჩამოვარდა, რაღაც 40%-იანი ეფექტურობით თუ თან ეს ერთი ადგილი არის, ჩვენ ხო არ ვიცი, შეიძლება სხვაგან ჩამოვარდა, შეიძლება არ ჩამოვარდა, მაგრამ მოდი დავყალოთ ყველაზე 10-12 რაკეტა. 10-12 რაკეტის დაცემა ჩანს. ეხა როგორი რაღაცაა ისი, რაც ჩანს, რაც კადრებით არის გადამოწმებადი, ფაქტ რაც ვნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ თან კადრები შეზღუდულია და კადრების გავრცელება სერიოზულად შეზღუდულია ორივე მხარის მიმართ, ის უნდა მიკერძოებით კი არ უნდა მიუდგეთ, რეალობა უნდა აღნიშნოთ, ხო, ეს არის რეალობა. ორივე მხარემ მოწინააღმდეგეს რეალურად გაურღვია საჰაერო თავდაცვა და აყენებს დარტყმებს ცხადია ისრაელის შემთხვევაში ისრაელს მეტი შესაძლებლობები აქვს სადაზვე რომ ამერიკის დახმარებით ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს ბევრად კარგად დაგეგმილი საწყისი დარტყმა მიაყენა რომელმაც ძალიან მძიმე ნოკდაუნში ჩააგდო მოწინააღმდეგე მაღალ ჩინოსნების მთელი წყება გაუნადგურა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და რადარების მოქმედი ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი, რამაც განსაკუთრებით პირველ დღეებში ირანი ჩააგდო რაღაცა ისეთ მდგომარეობაში, როცა მას წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო. ფაქტი არის, რომ ისრაელი თვითონ ითხოვს ამერიკის ჩართვას. ეგ აპრიორი ნიშნავს, რომ იგულისხმება, რომ მის ძალები აღარ ყოფნის ირანის იმ მდგომარეობამდე მიყვანას, რომ ის იძულებული გახდეს დათმოს ბირთვული პროგრამა და კაპიტულაცია გამოაცხადოს და ჭირდება რაღაც დამატებითი. როგორც ჩანს, ან არა აქვს და ეგ არის კომპონენტი, რომ არა აქვს იმ სიღრმის ბუნკერების განადგურების იარაღი, რომელიც ჭირდება ამ ბირთვული კომპონენტის გამდიდრების სიმძლავრეებს, ქარხნებს, რომელიც მიწის ქვეშ მდებარეობს და არ ვიცი რა სიღრმეზე, მაგრამ ვარაუდობენ 90-ზე. ან მათ შორის დეფიციტი აქვს არსებულ საბრძოლო მასალებში. მე ასევე მაქვს ერთ-ერთი ვერსია. და შემდეგ ასევე გარკვეული ჩემი შეხედულება მაქვს უკვე მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძნელია რაღაცის შეჯამება, 5 დღე გავიდა, ხო, რაც აი ეს ესკალაცია და ეს კონფლიქტი განახლდა. თუმცა გარკვეული რაღაც შეხედულება შემიექმნა. შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური
დაკვირვების შედეგად წარმოქმნილ რაღაც შედგენილი აზრია, მაგრამ მათ შორის რასაც ვაანალიზებ მე და რასაც თვალს ვადევნებ, რაღაც თვალსაზრისით მიმყარებს ამ ჩემს შეხედულებას. მე მგონია, რომ ისრაელს ეგონა, რომ უფრო მძლავრ დაზიანებას მიაყენებდა ირანს და თვითონ ირანში დაიწყებოდა რაღაცა ისეთი პროცესები, რაც ხელისუფლებას ირანის ხელისუფლებას რაღაცა თვალსაზრისით კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდებდა და ისრაელს გაუადვილდებოდა აი ამ საბრძოლო მოქმედებების წარმოება. ეს ერთი საკითხი, რასაც ვერ ხედავთ. ჩვეულებრივად ირანში რაღაც გამოსვლებს და რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებებს ჩვენ ვერ ვადევნებთ თვალს. თუმცა ეს შეიძლება მომავალში მოხდეს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ნიშნები არ არის. აი ხა რომ დავბრუნდეთ უკვე რუკა რო გავხსნათ, აი ეს არის ისრაელის ტერიტორია, ხო, ანუ უყურეთ ახლა რაშია საქმე. არა, ის ირანი. ორივე რო ჩანდეს. კი ბატონო, აგერ ისრაელი, ირანი. ისრაელი ახლა აი ამ 5 დღის განმავლობაში რა დარტყმებს აყენებს. ირანს ძირითადად ამას ახორციელებს საკუთარი საჰაერო ძალების მეშვეობით. ანუ თვითმფრინავებიდან ხდება მძიმე ჰაერი მიწა კლასის რაკეტების, ავიაბომბების და მათ შორის რაკეტების გასროლა, რომლებიც მაღალი სიზუსტით გამოირჩევიან და კონკრეტულ ამოცანას ასრულებენ, ფეთქდებიან და შემდეგ. როგორ ხდება ახლა ეს პრაქტიკაში? ისრაელის აეროდრომებიდან F-35 ტიპის და F-16 ტიპის ამერიკული თვითმფრინავები. ასევე F-35. 35 თქვი მე. მე რა ვთქვი? F-35-ებიც მონაწილეობენ სხვათა შორის. ანუ აფრინდებიან, ცხადია, საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით კი ბატონო, აი თავისი მეზობლების ისრაელი. ან ნუ იორდანის საჰაერო სივრცეს მათი ჩუმთანხმობით იყენებენ, მაგრამ ჩვეულებრივად შედიან ხოლმე როგორც ლიბანის ისე სირიის საჰაერო სივრცეში, სადაც არავინ არ ეპატიჟება, მაგრამ მაინც ერაყის საჰაერო სივრცეში შედიან და დაახლოებით აი ამ ერაყის ტერიტორიიდან უშვებენ ამ რაკეტებს იმისთვის, რომ თვითონ არ აღმოჩნდნენ აი ამ ირანული ანტისაჰაერო სისტემების მოქმედების ზონაში. კი ბატონო, აი ერაყის თავზე, სადღაც ერაყის აღმოსავლეთ საზღვრიდან ხდება საჰაერო მატარებლებიდან გასროლა. კი ბატონო. და ნუ თეირანამდე არც ისე შორია, კი ირანი დიდი მასშტაბის ქვეყანაა, მაგრამ აი ერაყის საზღვრიდან თეირანამდე ეს იარაღი თავისუფლად. მთელი პრობლემა რაშია ახლა? აი ამ თვითმფრინავებს რაც ჩამოვთვალე მაქსიმუმ შეუძლიათ 2000-2500 კილომეტრზე გაფრენა. ისრაელის ტერიტორიიდან ირანის საზღვრამდე არის დაახლოებით 1000-1200 კილომეტრი. ირანის, აი თეირანამდე არის 1500 კილომეტრი. ხო, თეირანი ახლოსაა მე, ან დასავლეთის. აი სადღაც საზღვრამდე ირანი, აი მანამდე, ირანიდან მანამდე სადღაც 1000 კილომეტრი. ეხლა ცხადია, მას ხო არ შეუძლია უშუალოდ საზღვართან მივიდეს, იმიტომ რომ კაცშვილმა არ იცის, სად არის ჩასაფრებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. პასიურ რეჟიმში მაგ სისტემების გამოყენება შეიძლება ნებისმიერ მომენტში, ეგერ უკრაინა არის კაი მაგალითი, საკმაოდ ეფექტური ჩასაფრებები მოუწყვიათ უკრაინელებს რუსეთის საზღვართანაც კი ახლოს. ხო და აქედან გამომდინარე ისრაელის ეს თვითმფრინავები მოქმედებენ უფრო ღრმა ერაყის ტერიტორიიდან, სადაც ცენტრალური ერაყიდან, იმისთვის რომ მაქსიმალურად თავი დაიზღვიონ. იქიდან გასროლილი ეს საბრძოლო მასალა ვერ აღწევს ის ირანის მაგალითად უკიდურეს აღმოსავლეთამდე. ანუ თელ ტერიტორიას ირანის თელ ტერიტორიას ისრაელი ვერ ბომბავს. მათ შორის ისრაელი ვერ იყენებს ალბათ ყველაზე იაფ და ეფექტურ, ასე ვთქვათ, საშუალებებს, რაც არის ჭკვიანი ავიაბომბები. ანუ ეს არის
თავისუფალი ვარდნის ან პლანირებადი მოდულით აღჭურვილი ავიაბომბი, რომელსაც ძრავი არ აქვს, მაგრამ აქვს GPS-ით ან ლაზერული დამიზნების სისტემა და თვითმფრინავიდან ჩამოგდებული საკმაოდ მაღალი სიზუსტით ანადგურებს თავის სამიზნეს, რადგან მასში არ არის ძრავის კომპონენტი, მისი დიდი ნაწილი არის ასაფეთქებელი, შესაბამისად შეუძლია რომ დიდი დაზიანებები მიაყენოს. მაგალითად, რუსები რასაც იყენებენ უკრაინაში ეს იქნება FAB-500 თუ FAB-3000, ეს ეგრეთ წოდებული UMPK-ს, რასაც ეძახიან, ანუ მართვადი პლანირებადი მოდულით აღჭურვილი ბომბები, ეგ არის ყველაზე იაფი და ეფექტური, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ საკმაოდ ახლოს მივიდეს თვითმფრინავი განადგურების ობიექტთან, ანუ დაახლოებით 80-90 კილომეტრის დაშორებით ხდება ამ პლანირებადი მოდულების ჩამოგდება და როდესაც დაშორება არის 500 კილომეტრი, მანდ ვეღარ იყენებ ამ ავიაბომბს, გიწევს ჰაერი მიწა ტიპის რაკეტის გამოყენება, რომელიც ერთი ბევრად უფრო ძვირია, მეორე მიაქვს უფრო ნაკლები სიმძლავრის მუხტი. კი ბატონო. აქედან გამომდინარე გვესმის ჩვენ მაგალითად, აი თეირანი დაიბომბა, თებრიზი, ხო თავრიზი, თებრიზი, როგორც გინდათ ის დავარქვათ. ირანული ქალაქია ის, ძალიან დასავლეთში. ისფახანი დაიბომბა, მაგრამ რაღაც არ გვესმის, აი აღმოსავლეთ, ირანის აღმოსავლეთში არსებული ქალაქებზე გარკვეული დარტყმები. ეგ სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ ისრაელს შეზღუდული აქვს თავისი ამ შეერაღებიდან გამომდინარე მთელ ირანის ტერიტორიაზე ეფექტური მუშაობა და სწორედ ამიტომ ჭირდებათ მათ ამერიკის დახმარება. ეხლა ამერიკა როგორ დაეხმარება გარდა იმისა, რაც აღნიშნეთ, რომ კონკრეტული ტიპის შეიარაღება გააჩნიათ, აი ბუნკერსაწინააღმდეგო ავიაბომბები, მათ შორის სპეციფიკური თვითმფრინავები ყავთ, რომლებსაც შეუძლია ამ ავიაბომბების დამშენები. აი სულ რო გადასცეს მაგალითად ეგ ბომბები ამერიკამ ისრაელს უბრალოდ თვითმფრინავი არ ყავთ, რომელიც მიიტანს მაგ ავიაბომბს დანიშნულების ადგილამდე. ეხლა როგორ შეუძლია ამერიკას დაეხმაროს ისრაელს? აი ისევ თუ შეიძლება რუკა გავხსნათ და დაუბრუნდეთ სპარსეთის ყურეს. უყურეთ, ჩვენ ხო აღნიშნეთ, რომ ირანს ეფექტურად შეუძლია ისრაელს ეფექტურად შეუძლია ირანის დასავლეთის დამუშავება, ანუ დასავლეთ ნაწილის, თეირანის ჩათვლით. ეხლა აღმოსავლეთ ნაწილს რომ მივწდეთ, საიდან უნდა აფრინდეს თვითმფრინავი იმისთვის რომ მიაყენოს კონკრეტ მიწუდეს და მიაყენოს დაზიანება. არაბთა გაერთიანებული ემირატები, ომანი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, ან კი ბატონო, აქ სხვათა შორის ამერიკელებმა ამ მიმართულებით გამოაგზავნეს მათი ავიამზიდის დაჯგუფება და თუ დავუშვათ ამერიკული ავიამზიდი შევა ომანის ყურეში მაგალითად, თუმცა მათ ადგილას მე არ გავრისკავდი. არ დაჭირდებათ. უფრო ასე ვთქვათ, აი ამ პოზიციიდანაც შეიძლება ჩვეულებრივად მუშაობა, არ არის აუცილებელი მართლა ორმუზის სრუტეში გააჩერო ავიამზიდი. სამხრეთის მიმართულებიდან ამერიკელებს ჩვეულებრივად შეეძლებათ, რომ სამხრეთ აღმოსავლეთ ირანზე ეფექტურად იმუშაონ. ასევე მათ მთელი რიგი ინფრასტრუქტურა გააჩნიათ ან თლიანად ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით და სადაზვერო ინფორმაცია იქნება ეს თუ დარტყმის პოტენციალი, მოკლედ ეგ არის ისრაელის შესაძლებლობებზე ერთი თავით უფრო მაღალი. ანუ ამერიკელების ჩართულობით პირველი გაიზრდება არანორმალურად ინტენსივობა და დაზიანების ხარისხი, ანუ ბევრად უფრო მეტი თვითმფრინავი და შესაბამისად უფრო მეტი რაკეტა და ბევრად უფრო დიდი ზიანს მიაყენებენ ირანს. მეორე საკითხი, ამერიკა მიწოდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ისრაელი ვეღარ წდება და
და მესამე საკითხი ეს არის ისეთი ტიპის შეიარაღების გამოყენების შესაძლებლობა გაუჩნდებათ, რასაც ჯერჯერობით ისრაელი ვერ იყენებს. სწორედ ამიტომ არის საჭირო შეერთებული შტატების ჩართვა ამ კონფლიქტში და როგორც ჩანს, თუ რაღაცა შუალედური შეთანხმება არ დაიდება, დიდია ალბათობა იმისა, რომ მართლაც ამერიკა ჩაერთოს ამ კონფლიქტში.